მოგესალმებით. მოდი განვიხილოთ საჯარო გაშლაში სამკუთხედი. ვინც იცით ზუსტად რომ ხართ სამკუთხედში, მოდი ვნახოთ რა განვითარება ექნება. ზოგადი ენერგიები ამ სამკუთხედი ურთიერთობის მოდი ვნახოთ უახლოეს პერიოდში. პენტაკლების მეფე. საკმაოდ თავდაჯერებული, საკმაოდ შემდგარი, საკმაოდ ამაღლებული ეგო. თვით შეფასება აქვს ძალიან მაღალი, ფიქრობს რომ მთელი სამყარო მის ფეხქვეშ არის. შესაძლებელია რეალურად არის ადამიანი, რომელიც სცენაზე დგას, კაშკაშებს, საზოგადოებაში ჩანს. პარალელურად განვიხილება აუცილებლად ამ სამკუთხედში რაღაცა გარკვეულ დისტანციას. ეს შეიძლება იყოს პირდაპირ მნიშვნელობით ფიზიკური სიშორე ერთმანეთისგან, ან მენტალური სიშორეც. ამ შემთხვევაში აუდიტორია დიდია. თქვენ კუდიანი ქალი ხართ. კვერთხების დედოფალი, ძალიან სექსუალური, ძალიან ენერგიული, ძალიან საოცარი და ცოტა არ იყოს შიშის ფაქტორები აქვს თქვენთან დაკავშირებით. რატო შეეშინოთ? დანგრეული ურთიერთობა. აქ ნახეთ სამკუთხედს კი განვიხილავ, მაგრამ დასრულებულ ურთიერთობას აუცილებლად. კარგით. რას ფიქრობს ახლა თქვენზე მაინტერესებს? იცის რომ ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენოთ. თქვენთვის ეს ურთიერთობა არ იყო მარტივი. არავითარ შემთხვევაში. ამას ძალიან კარგად ხვდება. რაც მოხდა, თითქოს სამართლიანად მოხდა და ისე უნდა მომხდარიყო. ესე ვფიქრობს, ამიტომ გაუშვით. კი ბატონო, დასრულდა ერთ სიტყვაზე, ერთ წამში, ერთ დღეზე მიღებული გადაწყვეტილებები. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლიანი ურთიერთობა იყო. გრძნობა თუ აქვს? თქვენ მისი სტაბილურობა იყავით. თქვენ მისი ძალიან დიდი თავშესაფარი, როგორც ემოციის თვალსაზრისით, ასევე დაყრდნობის ნახეთ, მისი ძალიან დიდი საყრდენი კედელი. 4 კედელი, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. გრძნობაში აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ. უყვარხართ, მაგრამ ამ სიყვარულს თითქოს ეხლა რაღაცნაირად ვერ გამოხატავს, არ გამოხატავს საკუთარ თავს აიძულებს, რომ რაღაცა ეს ემოცია გააჩეროს, გაყინოს, არ იმოქმედოს. რა არის ამის მიზეზი? რა არის ამის მიზეზი? უფსკრული შიში აქვს. უფსკრული შიში აქვს ზუსტად ერთი ნაბიჯი უკლია, რომ იქ თავდაყირა არ გადაეშვეს. მაგრამ მიდის თვალთვალი. იყურებ ჩორიდან, იძიებს რაღაცა ინფორმაციებს, ეძებს რაღაცა ინფორმაციებს თქვენთან დაკავშირებით. ინტერესი ნამდვილად ძალიან დიდია. ექნება მოქმედება? არა. დგას და ელოდება, რას ელოდება, რა საჭირო დროს, საჭირო ადგილს, რაღაცნაირად იმისთვის, რომ ან იმოქმედოს, ან თუნდაც კომუნიკაციაზე გამოვიდეს, რაღაცნაირად ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ყველაფრისთვის. თასების დედოფალი ხართ. ძალიან ემოციური, შესაძლებელია წყლის ნიშნებს მიეკუთვნებოდეთ, ძალიან ემოციური, ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე. ეს ემოცია მისთვის იყო რაღაცა საოცრად დიდი საჩუქარი, თუმცა ეხა უზარმაზარი კედელია ურთიერთობაში. კარგი, მოდი ვნახოთ რა ხდება მესამე პირებთან. ბედის ბორბალი. იქ რაღაცა სცენარი აქვს ძალიან ცუდად შემოტრიალებული მეგობრებო. იქ არის ღალატი, იქ არის ტკივილი, იქ არის გაურკვევლობები, იქ არის ხისტი ენერგიები. რაღაცა ძალიან სადაო საკითხები. დიდი ტკივილის ენერგიებია. გარიყულია ადამიანი. ნახეთ, ის რომც იყოს ოფიციალურ ურთიერთობაში და მერწმუნეთ, რომ მთელ სამყაროში მარტო დარჩენილი ადამიანის სტატუსი აქვს. შემეცოდა. არ მეცოდებიან ესეთი ტიპები. მასზე ხდება იქიდან ზეგავლენები, როგორც მენტალური, ასევე ცდილობენ მის მართვას, მისი კისრის მოგრეხვას, მიმართულებების მიცემას, რაღაცნაირად მართავენ რა, თან ძალიან კარგად დამგაფიოთ. როგორც ჩანს, მესამე პირს შესწევს ამის ძალა, რომ კისერი მოუგრიხოს, არ აქვს მნიშვნელობა, რის საფუძველზე იქნება ეს მენტალური ზეგავლენის თუ მაგიური ზეგავლენის თუ ასე შემდეგ. ყველა გზით შეეცდებიან მის მართვას, ამიტომაც დღესდღეობით ხდება ის, რაც ხდება. თუმცა დამერწმუნეთ საბოლოო შედეგს მაინც ვერ დებენ იქ. იმიტომ რომ იქ უზარმაზარი რესურსებია გახარჯული. ხუთიანი თასები მაინც დანაკარგია. იქ დაკარგულია ეს ემოციები. კი, გადარჩენის საშუალებას აძლევენ ერთმანეთს ამ ურთიერთობის, კი ბატონო შეიძლება აღდგენა, მაგრამ ნახეთ, ამ სითხის, ნახეთ სითხია დაღვრილი ამ თასებიდან. როგორ შეიძლება მიწიდან უკან მოაქციო ეს სითხე თასებში, ფიზიკურად ვერ მოაქცევ. როგორც არ უნდა ეცადონ, რაც არ უნდა გააკეთონ, უპირველეს სახეს ვერასოდეს დაუბრუნებენ იმ ურთიერთობას. ძალიან რთული გახდა ეს ურთიერთობა მისთვის. ძალიან დიდი თვირთი, აქ არის უზარმაზარი პასუხისმგებლობები, აქ არის უზარმაზარი
ნახეთ დაბრკოლებები ამ ურთიერთობაში თითქოს ეს ურთიერთობა მათთვის უკვე როგორც მძიმე ტვირთი ისე იქცა და არა როგორც მაგალითად იდეალური ოჯახი ან იდეალური ურთიერთობა ან რაიმე ღრმა ემოცია არა საკმაოდ მძიმე, საკმაოდ რთულ პერიოდს გადიან, განსაკუთრებით მამაკაცი. თითქოს აი ამ პასუხისმგებლობებს აბსოლუტურად ყველაფერს საკუთარ ზურგზე იდებს, იღებს, ატარებს. ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მაინც ორ სკამზე მოკალათების ტენდენციას ცდილობს. ნახეთ, იქაც არ ჩერდება. შესაძლებელია თქვენთან აღარ არის კომუნიკაცია, მაგრამ არც მარტო არ არის. აქ არის კიდევ მის ცხოვრებაში სხვა იმიტომ რომ ზოგადად როგორც ჩანს მოყვარულია ორმაგი ურთიერთობების ეს ადამიანი და აი როგორ გითხრათ თითქოს აი ამ რაღაცა ცალკეული ურთიერთობებში ეძებს იმ ბალანსს, იმ ჰარმონიას, რაც მას იქ არ აქვს, სადაც სტაბილურ ურთიერთობაშია. სადღაცას გამგზავრებას აპირებს უახლოეს პერიოდში. 3 დღე, 3 კვირა, 3 რიცხვით შეიძლება იყოს თასების მეფემავიდა, უეჭველი წყლის ნიშნებია. კრიზისს გადის, აქ ფულად დანაკარგებიც არის, აქ არის რაღაცა ურთიერთობებში ტრამვები, ნუ მოკლედ არც თუ ისე სახარბიელო პერიოდი აქ ჩემო ძვირფასებო. იმიტომ რომ მანიპულაცია. მანიპულატორია, აფერისტია, მატყუარა, არ არის გულწრფელი არსა და არასდროს. აი რაღაცნაირად ყოველთვის ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას და ის ინტერესების დაცვა ძალიან დიდი მანიპულაციების თუ აფერისტობის ხარჯზე უწევს. ამიტომ რა გინდათ ესეთი პარტნიორი? გაუშვით. ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც მოიტანს სტაბილურობას, ღრმა ემოციას, სამომავლო გეგმების განვითარებას. ანუ ეს ადამიანი არის უბრალოდ, ნახეთ, კარგი კომუნიკაციისთვის, გართობისთვის, ოღონდ პასუხისმგებლობები არ უნდა აკიდოთ. ტაშფანდური, ქართველებმა რო ვიცით, აი ტაშფანდურა კაცია რა, ნუ მოკლედ ოღონდაც აგულავე. აი ესეთი პიროვნება. ამიტომ ნუ ზოგადად თასების მეფესტები არიან, ძალიან კომუნიკაბელურები არიან, ძალიან ესე უყვართ საზოგადოდ გამოჩენა, კარგი ორატორები არიან, მაგრამ და გაუცლებად ხაზს გაუსმევ, კარგი საყვარლები, მაგრამ არა კარგი მეუღლე. ვერ დაეყრდნობით. რო ყოფილიყო იმპერატორი, მაშინ ვიტყოდი, რომ ის თქვენი სახელი კედელი იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ მხოლოდ თქვენ ეს ურთიერთობა გჭირდებათ, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, გართობისთვის, ემოციებისთვის, ინტიმისთვის და ასე შემდეგ, მაშინ კი ბატონო, მოუშვით. იდეალური პარტნიორი იქნება, მაგრამ სხვას ნურაფერს ნუ დაელოდებით, იმიტომ რომ არასოდეს არის მზად აიღოს მძიმე პასუხისმგებლობები. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შემოხვედრამდე.